წეგან ბესოდონაძემ თქვა ის ფრაზა მომეწონა მე ვხმარობდი ფრაზას ციხის გზაზე დგას თქო და თქვა რომ არა ქარსელაძე უკვე ციხის კართან დგასო რა შეფასებას მისცემდით ანუ მორიგი ღამის ბრიფინგი და ამჯერად უკვე გუშინ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში რომელმაც ისაუბრა რა მდგომარეობა იყო ანუ კორუფცია როგორ ყვაოდა მისი წინამორბედის პირობებში დღეს გვითხრეს რომ გაიჭრიკა ქარსელაძის სახლი დააკავეს მისი მოადგილე რა ხდება აქეთ ოპოზიციის აკრძალვაზე გველაპარაკებიან ნაციონალები კადრებს ნიშნავენ გუბერნატორებად საკრებულოს თავმჯდომარეობად და პლუს ამისა გვაშველებენ შიგადაშიგ კორუფციაზე ბრიფინგებს მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველი იმას ვიტყოდებს, რომ ნაციონალური მოძრაობის კადრები არ არიან იყვნენ მედროვეები, რომელიც ყოველთვის ყოველს ნაციონალური მოძრაობის შეცდომა იყო, რა თქმა უნდა, მედროვეების ყოლა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ეს ადამიანები არ არიან, რომლებიც ეხლა კოცებში არიან. ესენი არიან მედროვეები, რომლებიც ძალიან თქვენს პარტიას მაშინ ანა რომ ჩამოვთვალოთ დრო არ გვეყო. კი, ნამდვილად, კი. და ნაციონალური მოძრაობის შეცდომა იყო მათ შორის ეს მედროვეებიც, მაგრამ იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ არიან ეს ადამიანები, ნაციონალური მოძრაობა ვარ ჩვენ ახლა, ვინც ვართ ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც ამ 13 წლის განმავლობაში არ გავტყდით და არ უღალატეთ იმ ფასეულობებს, რასაც ამ ქვეყნის თავისუფლება და ევროპული ინტეგრაცია ქვია. რასაც ვადევნებთ ჩვენ თვალს ამ ქარსელაძესთან დაკავშირებით ახლა ეს ხომ მოულოდნელი არ იყო. ამიტომ რომ ეს გზა ქარსელაძესთან პირდაპირ მიდის ლილუაშვილთან და ისინი ცდილობენ რომ ბოლომდე გავიდნენ ლილუაშვილთან განსაკუთრებით პარლამენტში ამ ვითომ ახალი მინისტრის მოხსენებით გასაგები იყო რომ უკვე ქარსელაძე იქნებოდა შემდეგი. რასაც თვალყურს ვადევნებთ ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს და გავიმეორებთ ეს არის არანაირი კორუფციასთან ბრძოლა. ბიძინას რეკეტს ვადევნებთ ახლა თვალს ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ჩათვალა ბიძინამ, რომ უფრო მეტი ფული იშოვა და უფრო მეტი მოიპარა ბიძინას შავი ყულაბიდან, საქართველოს მოქალაქეებიდან კი არა, ბიძინას შავი ყულაბიდან. თორემ ეს რომ რეალურად კორუფციასთან ბრძოლა იყოს, იმდენად სისტემურია, აი კორუფცია ამ ქვეყანაში. იმდენად ყველა რგოლი ჩართულია, რომ არ უნდა დატოვონ ანუ მერების, გამგებლების, საკრებულოების, აი კონკრეტული მუნიციპალიტეტების შესყიდვების სამსახურის დონემდეც კი უნდა ჩავიდნენ და ისიც მასშტაბებზე რო ვილაპარაკოთ, საერთოდ კორუფციასთან ბრძოლის. ისინიც კი არ უნდა დატოვონ, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ეს კორუფციული მასშტაბი არის ამ ქვეყანაში ისეთი, როგორც არ ყოფილა 90-იან წლებში. ანუ ყველა იპარავს საერთოდ ვის რამდენიც შეუძლია ყველა პარავს ამ უბედურ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ საერთო ამას არაფერი არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რომლითაც ეხლა უნდა რომ კობახიძეს ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეფუთოს. ეს ყველაფერი უკავშირდება, რაც არაერთხელ გვითხოვს აი იმას, რომ ხო ესე მაფიოზების და დიქტატორებს ესე ემართებათ. აი ზუსტად ესე, რაც ეხლა ემართება ბიძინა ივანიშვილს, რომ თავისი შვილების ჭამას იწყებს, იმიტომ რომ იქ ღარიბაშვილთან ხო ცნობილი იყო როგორც ადამიანი, რომელიც ნუ ესეთი სტანდარტი აქვს კოცებს ზომიერად კორუმპირებული და არანორმალურად კორუმპირებული და ნუ ღარიბაშვილმა თავისი კორუფციის მასშტაბით საერთოდ ყველას და ყველაფერს გადააჭარბა. შესაბამისად, როდესაც მაფიოზი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ეს ადამიანები მან შექმნა თავისი სიმართლით, ხოდაშორის ბიძინა ივანიშვილი მაგათთან მართალია ღარიბაშვილი ლილუაშვილი ამათთან და რატო? იმიტომ რომ ის ესე უყურებს ამათ, რომ ესენი არავინ არ იქნებოდნენ, რო არა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ესენი. შესაბამისად, ესენი ახლა პასუხისმგებელი არიან ბიძინა ივანიშვილთან საკუთარი სიცოცხლით და თუ მაფიოს აი ამ შავი ყულაბიდან დაშვებულზე მეც პარავ და უფრო მეც პარავ, როგორც ეს ბიძინამ წარმოიდგინა, მაშინ შენ აუცილებლად დაიჯები. და დაიჯები ზუსტად ისე, როგორც დაისაჯა რიჟვაძე და ღმერთმა გადაარჩინა საბოლოოდ, ხო? ამიტომაც, რასაც თვალს ვადევნებთ, აი ეს არის, ეს ხდება დიქტატურაში. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დიქტატურა კი არ ამ ქვეყნის გადარჩენის გზა, დემოკრატიული წესწყობილება ამ ქვეყნის და დემოკრატიული განვითარება და რატო? იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს არ ხდება. დიქტატურაში ეს ხდება და კიდევ უფრო მძიმდება. ამიტომ რეჟიმის ყველა შვილები ძალიან მძიმდება. აი რიგითი ქართული ოცნების ამომრჩეველი, როცა ამ პროცესებს უყურებს, შეუძლიათ რომ ხმამაღლა ეს არ თქვან და არც იტყვიან, რასაც
პირველია, მაგრამ გამორიცხულია, რომ თავისთვის არ ფიქრობდეს, რომ კაცო, პრემიერი თუ კორუმპირებული იყო, მილიონებს სახში ინახავდა, მინისტრი 1, მინისტრი 2, უშიშროების უფროის სახს თუ ჩხრეკო, ვიღაცა აი ამდენი ადამიანი თუ კორუფციაში იყო ჩართული, თუ 30-მდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონების თაღლითურად დაუფლება ხდებოდა, მაშინ რანაირად არის ეს ყველაფერი ნორმალურიო? გამორიცხულია, რომ მაგას არ ფიქრობდეს, მაგრამ აი მე მინდა ეხა ანა ისე შევხედოთ სულაც პარალელურ რეჟიმში მიდის რა, აიკრძალოს ოპოზიცია და აი ჩვენებსაც ვინც არასატელევიზიო სიტყვა, ვინც ბევრი ჭამა მათაც ვაგებინებთ პასუხს. აი არ ფიქრობთ, რომ ეს პირდაპირი დამთხევა ზუსტად ოპოზიციის აკრძალვის პროცესს ემთხვევა მათივე მაღალჩინოსნებზე საქმეების აღძვრა. რა მე ამას უყურებ, აი ამ მიმართულებით რაც ხდება, ამ შიგნით მაგთან რაც ხდება, ეს არის ახლა უფრო გამყარება და ჩვენ ამას ხშირ მე ვამბობდი ხშირად ყველა ეთერში, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ თქო ესენი თუ დარჩებიან თქო, ესენი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ეს თავიანთი იერარქიული რგოლი გაამყარონ შემდეგ თქო. ახლა ამათ მთავარი ამბავი რა აქვთ, რომ შიგნით ყველა დაძაბულია ახლა და შიგნით ყველა ცდილობს იმას, რომ არავინ არ იცის ვინ იქნება შემდეგი. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ანუ რა მოუვა ბიძინა ივანიშვილს თავს, არის ის აი რეგიონულ დონემდე კი ინგა ყველა დაძაბულია. აი ხა ყველას ისე ეშინია, აი სამეგრელოდან ვარ მე და აი იმდენად არიან იქ ადგილობრივი თანამდებობის პირები უბრალოდ შეშინებულები, იმიტომ რომ არის ის ხა შემდეგი ვინ შეიძლება ყველა ფულს აკეთებს იქ. აი მე მაგალითად ბაღები ახსენეთ თქვენ და ცნობილი იყო და არაერთხელ პარლამენტში გულაპარაკია, რომ აი ესე რაღაცა გიჟივით ბაღების მშენებლობა რო დაიწყეს ისეთ სოფლებში, სადაც უზარმაზარ ბაღებს აშენებდნენ, სადაც სულ 10 ბავშვი იყო სოფელში. და ან გზებს აშენებდნენ, სადაც აგებდნენ, სადაც ხალხი არ იყო. ყველა მიცოდა, რომ მერს აი ჩაულებრად არჩეულ მერთან ერთი გზის მონაკვეთი პროექტი რო დაემტკიცებინა, ან ბაღის მშენებლობის ნებართვა რომ მიეცა, ეგრეთ წოდებული ატკატი 50,000-დან 100,000-მდე იწყებოდა. აი ეს სისტემა იყო რეგიონულ დონეზეც ყველგან შექმნილი. და ეხლა ყველა ეს ადამიანი არის დაძაბული, იმიტომ რომ ყველა ამ ადამიანს აქვს შიში, რომ მე ამას რა მოუვა კიდე თავში ბიძინა ივანიშვილს კაცმა არ იცის და ნებისმიერ შეიძლება მიადგეს. ამიტომ ერთმანეთთან ამას ვერ დავაკავშირებ, უბრალოდ ეს დიქტატორი აქეთა ფლანგზე თავის რეჟიმის შულების ჭამას იწყებს იმისთვის, რომ თავისი იერარქიული სისტემა კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს და თან ანახოს და სიგნალი უნდა იყოს სხვებისთვის, რომ დაშვებულია ეს მოპარო აქ, ეს ნორმაა ქართულ ოცნებაში, მაგრამ ვიღაცამ უფრო მეტი თუ მოიპარა ბიძინა ივანიშვილზე და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ უფრო მეტი მოიპარა, ესეთ შემთხვევაში ზუსტად ისე დაიჯდება, როგორც ღარიბაშვილი და ასე შემდეგ. მაგრამ ამის პარალელურად ბიძინას რა ჭირდება? ბიძინას ჭირდება, რომ ქვეყანაში არაფერი არ იყოს. საერთოდ, ანუ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი. ხომ? არ არსებობდნენ პოლიტიკური პარტიები, არ არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. საერთოდ ველი ისე უნდა იყოს მოსუფთავებული, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიები, როგორც აღმოჩნდა. ესე თქვეს პირდაპირ ხაზგას. კი, ვისაც თulis, რომ შეიძლება გავლენა აქვს და ვისაც შეიძლება ის, ასე ვთქვათ, შეცვალოს. ნახე, ეს ახლა იქ ხო საერთოდ სამართლებრივად რო ვილაპარაკოთ, სრული აბსურდი იყო, რაც პაპუაშვილმა თქვა. ანუ მთელი არსი დემოკრატიული პრინციპის რაც არის, რომ იმიტომ კრძალავთ ამ პარტიებს, ანუ იმის საწინააღმდეგო თქვა, რომ ამათ ყველაზე მეტი ამორჩეული ყავთ და ყველაზე მეტი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესზე და იმ პატარა პარტიებსო მაშინ ავკრძალავთო, იმათ ჯერ გავლენა არ აქვთო, მაგრამ თუ შეიძინეს, ხო, ანუ იქ მოკლა ყველანაირი ჩანასახი, საერთოდ თუ რამე არსებობს დემოკრატიის, ხო? მაგრამ აქ ეხა ბიძინა ივანიშვილს ეს ჭირდება და რატო ჭირდება? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცებს უყურებს გლობალურად, უყურებს რომ უკრაინას და რუსეთს შორის ისე შეიძლება მორჩეს ძალიან მალე ეს ყველაფერი უკრაინის სასარგებლოდ, ანუ რუსეთი ამ ომში გამარჯვებული ვერ იქნება. შესაბამისად, ეს მისთვის არის საფრთხე. და სანამ ეს მოცემულობა დადგება, ის ახლა რას იყენებს უკრაინის საკითხსაც, რომელიც ევროპელებისთვის ახლა ნომერ პირველია და ძირითადად ამით არიან დაკავებული, მათ შორის ამერიკელებიც და ცოტა ნაკლებად ცალიათ ამ წოთა საქართველოსთვის, ხო? ამიტომ მანამ სანამ იქ უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდება ეს ომის საკითხი, მანამდე ბიძინა ივანიშვილს ჭირდება, რომ საქართველოში არ არსებობდეს არაფერი საერთოდ. აი, ყველა მკვდარი უნდა იყოს, ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, განსხვავებული აზრი, თავისუფალი მედია, არავინ არ უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს მხოლოდ თვითონ იმისთვის,
რომ აქ არავინ არასოდეს ამ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა პირველ რიგში, ხო, პირველ რიგში ოპოზიციურ ამომრჩეველს კლავს, ეხლა ამით პოლიტიკურ პარტიებს ხო არ კლავს მარტო ამ ფაქტობრივად ამ ოპოზიციურ ამომრჩეველს ეუბნება ამ ქვეყანაში, რომ შენ კრძალავ ამათთან ერთად. ასობით 1000 ამომრჩევლის უფლების სრული განადგურება. რად გამოყავს ეს და უყურებს ესე რომ აი ამისთვის უნდა იყოს თან ელოდება სანქციებს მათ შორის. შესაბამისად, აი ამ ძიმე სიტუაციისთვის, როგორც თვითონ ეს ყველაფერი წარმოუდგენია, მას ჭირდება რომ მთელი პოლიტიკური ველი ამ ქვეყანაში იყოს საკუთარი, არ ქონდეს არანაირი საფრთხე და ვერც ალტერნატივას ხედავდეს ვერავის გარდა ბიძინა ივანიშვილის და რასაპირებთან ეს კითხვა არის ძალიან მესმის რომ პასუხად გვცემთ ხოლმე ასეთ პასუხს გვეუბნებით ხოლმე რომ ეს ბრძოლაში ყოფნა არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტიად გაფორმებული იყო მაგრამ პოლიტიკურ ველზე მოძრაობის ყველანაირი საშუალება გესპობათ პარტიებს რომლებიც უნდა აიკრძალო ხო აი ეს ამაზე მინდა რომ პასუხი გამცეთ და შემდეგ გიორგი შარაშიძეს დავაანონსებ აქვე. ეს ჩვენ ახლა ამაზე პირდაპირ სანამ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს, რომ გითხრათ ესე რაღაცა ცალსახა პასუხი არ ვიქნებით ნახეთ. არა, რა თქმა უნდა მიიღებს, მაგაში ეჭვი არ გვეპარება, უბრალოდ სივრცე აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებაში ეს გადაწყვეტილება უნდა ვნახოთ, შეუძლია ამ სივრცეში ითამაშოს მათ ფეროდ, უფრო მძიმე იყოს შეიძლება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. ამოცემულობით რა საკონსტიტუციო სარჩელიც ახლა წარადგინა, ამოცემულობით საერთოდ გვეკრძალება არა თუ რამე პარტიის შექმნა სხვა პარტიაში ყოფნაც კი, იმიტომ რომ ის სხვა პარტია შეიძლება აკრძალოს, სადაც ჩვენ შეიძლება ვიყოთ გაწევრიანებული. მაგრამ ჩვენ პროცესებს ესე უყურებთ, ინგა, რისი გვჯერა ამ ქვეყანაში არჩევნების გვჯერა? ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს. პოლიტიკური პარტია მაგრამ არც დამხობა არ გამოდის ხო? თუმცა არ გამოდის, არ ნიშნავს, რომ სწორი გზა არ არის. 4 ოქტომბერი ამის მაგალითად. კი და ამაზეც გვისაუბრია, არ გამოდის, არ ნიშნავს, რომ სწორი გზა რევოლუციური ცვლილებები და ქუჩის საპროტესტო აქციები არ არის. ეს ერთი. ანუ იმ მოცემულობაში, როცა არჩევნები ამ ქვეყანაში არ არის, დემოკრატიული პროცესი არ არის, პოლიტიკური პროცესი არ არის, პოლიტიკური პარტიები არიან, პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში. როდესაც კლავს ყველანაირ დემოკრატიას. ხა, ამ ქვეყანაში როგორ წარმოუდგენია ვინმე, აი მე მეკითხებიან ხოლმე, რომ როგორ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ აკრძალეს. არჩევნები აღარ ხალხო რომელ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ამიტომაც ჩვენ ბრძოლას რა ფორმით იქნება, ნებისმიერ ფორმით გავაგრძელებთ, ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ. რა ფორმით გავაგრძელებთ ბრძოლას? ამას ამ გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო საბოლოოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ერთი რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ არის ეს. იმისთვის, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გაგვაუქმოს, კი აი, რა ვიცი, გაგვაჩეროს, ამის შანსი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. ერთადერთი შანსი, რომ გაგვაჩუმოს, აქვს იმისი, რომ კედელთან უნდა მიგვაყენოს და დაგხვიტოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით, აი მე ვიქნები ანა წითლიძე, რომელიც ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი ამ ქვეყანას მოშორდეს. იმიტომ რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმია ეს და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ალტერნატივა. კი ეს მძიმეა, ეს არ არის მარტივის გზა, ქუჩის საპროტესტო აქციები. არ იყო მარტივი გზა პარლამენტის მანდატებზე ვარიც თქვა. არ იყო მარტივი არც რუსულ სპეცოპერაციაში არჩევნებს რო იძახდნენ. ძიმე გზა არის ეს პოლიტიკური პარტიებისთვის, ძიმე პოლიტიკური პროცესია, საერთოდ რა ჩიხში შეიყვანა დიქტატორულმა რეჟიმმა ეს ქვეყანა, მაგრამ თავარი გამარჯვების გზა დიქტატორთან ბრძოლაში გადის მხოლოდ ამაზე და მთელი ჩვენი мотиваცია მეერეც გაუქმების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ნებისმიერი კრიზისი ნაციონალური მოძრაობისთვის არის შესაძლებლობა. არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი კრიზისი არის შესაძლებლობა. ჩვენ 13 წლის განმავლობაში ბევრჯერ რო ეგონა ბიძინა ივანიშვილს რომ მოგუკლა, აი მაშინ ავდექით ზუსტად და თავისივე პირით ხო პაპუაშვილმა რომ იმიტომ კრძალავო ეხლაო, რომ მაინც მიუხედავად 13 წლიანი ამდენი უბედურებისაო, მაინც ვერ დავშალე და მაინც მაგათ აქვს უნარი რომ ჩვენ შევცვალოთ, თორე დანარჩენი კიდე ნაკლებად გვაინტერესებსო. ამიტომაც თავარი გზა, რასაც ჩვენ უყურებთ ბრძოლის, არის საპროტესტო ქუჩის საპროტესტო მოძრაობები და არის ოპოზიციურ ველზე რაღაცნაირად იმის გაცნობიერება, ინგა რაც ყველაზე მძიმე მოცემულობა მაინც ამაში გვაქვს, იმის გაცნობიერება, რომ ეს არ არის დიდი ხანია გასცა პარტიულ ბრძოლებს, არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პარტია და არის ეროვნულ გამათავისუფლებელი ბრძოლა, სადაც ყველა ჯანსაღი ნაწილი იყო საზოგადოების. მე ყველაზე არ ვიძახი ამას ნამდვილად, რომ გახარიასთან ვერაფერი საერთოდ ვერ მიქნება ახლა ამ გადაწყვეტილების შემდეგ, განსაკუთრებით, რომ ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების და ოპოზიციური სპექტრის უნდა მიხვდეს, რომ ამ ბრძოლაში თავარი გარანტია რეჟიმის დამარცხების ერთობა არ არის, მაგრამ თავარი შანსი
დამარცხების საოკუპაციო რეჟიმის არის ერთობა მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, საკუთარი ეგოების უკან გადაწევა და ბრძოლა. აი ეს არის, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებამდე და საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მალე, რომ ჩვენ შევძლოთ ისევ როგორ ფორმაშიც ვართ კი არა, უკეთეს ფორმაში ვიყოთ და ახალი ბრძოლის ველი გაუხსნათ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. დიდი მადლობა. მადლობა ანა, მადლობა. მოკლედ ეჭვი ალბათ არ გეპარებათ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს ძალიან მარტივი მისახვედრია.